შემოგვიერთდა ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დიაკონოზი დავით მექვაბიშვილი. დილომშვიდობისა მამა დავით. დილომშვიდობის. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს დღეს, ჩვენს გადაცემაში, რატომ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი, ფაქტობრივად თემის სათაურითვე დასმულია პირველი შეკითხვა, რაც უნდა დაგისვათ. მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს წმინდა წერილის კითხვა. რა არის წმინდა წერილი და რატომ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, რომ აუხსნათ მაყურებელს და რან გვიმარტოთ? დიახ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა წერილის თითოეული სიტყვა არის ღვთისგან გამომავალი სიტყვები, მისი გადაგებები, მისი სწავლებები, მხილება ჩვენი ადამიანური ბუნების ნუგეში, რადგანაც ძალიან ხშირად ჩვენ განსასწრებლებში ვარდებით და თუ ჩვენ გვექნება ხშირად შეხება წმინდა წერილთან, ბუნებრივია გვექნება ცხოვრების სახელმძღვანელოც და გვექნება კავშირი უფალთან. უფალი ამბობს, რომ ვისაც მე უყვარვარ, ჩემი სიტყვები დაიმარხოს. და ვიცით, რომ ეს ლოცვის დროს, როდესაც ჩვენ ლოცულობთ, ღმერთს ვცდილობთ, რომ დაველაპარაკოთ, ნუ კი გონება გვეფანტება, გვიჭირს ყურადღების მოკრება, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე ვცდილობთ უფალთან კონტაქტზე გასვლას და იქიდან თქვათ, ესე საუბარი, როგორც ესეთი ჩვენ არ გვესმის. ჩვენი ლოცვა თუ შეისმინა უფალმა, ჩვენ ყურადღებით ვილოცეთ, რაღაც გარკვეულ ნუგეშს და სიმსუბუქეს და მალს და გონებისა და გულის სინათლეს ვგრძნობთ. ხოლო თუ გვინდა რომ ღმერთი დაგველაპარაკოს ჩვენ, აუცილებლად უნდა ყოველდღურად ვიკითხოთ წმინდა წერილი. ძველ აღთქმაში ღმერთი გვესაუბრება თავისი წმინდა წინასწარმეტყველების მიერ, ხოლო ახალ აღთქმაში გვესაუბრება საკუთარი მხოლოდ შობილი ძის მაცხოვარი იესო ქრისტეს მეშვეობით. ნუ საუკუნეების განმავლობაში ძველი აღთქმის ეკლესიაში და ახალი აღთქმის ეკლესიაში იდებოდა წმინდა წერილის წიგნები და ესე იგი მდიდრდებოდა ყველანაირად სიბრძნით, სიყვარულით მორწმუნეები და სხვა ვერაფრით ვერ წარიმართავს ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ჭეშმარიტების აზრი დადგეს თავის ცხოვრებას და თავის გზას, თუ არ იკითხა წმინდა წერილი. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველამ ვიცით, რომ ძალიან კარგი არის ბიბლიის კითხვა, ბიბლიის შემეცნება, მაგრამ დღეს ჩვენ ძალიან დიდი სულიერი ბრძოლის და ასპარეზის წინაშე დავდექით თანამედროვე ადამიანები. ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ჩვენს გარშემო, ბევრი მოვლენები